პროფესიონალის ნამუშევარია, ძალიან მაგარია. მართლა მოგწონს? ძალიან, ლალი მიცის კადრი შერჩევა. ძალიან მაგარი ხარ მაია. ძალიან. ხო, მაგრამ აი რაღაც ის რა არის? ცოტა გოიმურია რა. აზე ამბობ? აი ეს კოლიე რო უკეთია, ნინის რო უკეთია, რაღაც ცოტა. ხო, მეც ახლა შევამჩნე, იცი რა, რაღაცა ცოტა გოიმურია, რა არ ხდება, ხო, აუბრალოებს აქაურობა. რას ამბობ, რა უბრალო, ლალისია პრეზენტაციისთვის ათხოვა ნინის. აი, რას მითხრას რომ ლალის არიწევს. თუ გინდა დატოვე იყოს, მაგრამ დაიმახსოვრე ის ლალის უყარს პატარა გამოცდების მოწყობა. მოიცადეთ ერთი წუთი. რა გამოცდა, რაზე მეუბნები? მოკლედ. ლალის ძალიან უყვარს, როდესაც მისი თანამშრომელი გადაწყვეტილებებს თვითონ იღებს. ლალის უყვარს კრეატიული ადამიანები, დამოუკიდებელი ტიპები, წარმოვიდგინე, რაღაცა იდიოტობა შესთავაზებს და არ უნდა დაეთანხმო ან არა, ეს გამოცდა. გიждდება წინააღმდეგობებზე. და მებრძოლ გოგოებზე. და თუ ვინმეს რამე თანამდებობაზე დანიშნულ უნდა პირველ რიგში გამოცდას უწყობს ხოლმე. ნინი? ნინი? ნეკოლე მოიხსენი რაღაც აქაურობას არ უხდება. ეს რატომ მე ძალიან მომწონს? მაპატიე, მაგრამ უნდა მოიხსნა. სხვათა შორის ლალისაც ძალიან მოწონს ეს კოლიე და თვითონ მათხოვა. უნდა მოიხსნა. მოდი რა მოიხსენი, იმიტომ რომ უნდა დავიწყოთ უკვე და მოიცადე, ცოტა ფრთხილად რა. დუდუ, ესე იგი საყურე მოგეწონა? კი, ორივე. ორივე? ესეც და ესეც. ძალიან მიხარია. მეც მიხარია რომ გაგიცანი. დუდუ, მე მგონი უკვე დროა შენობით ვილაპარაკოთ. მართალი ხარ? მაშინ მოდი შენზე მომიყევი. მარჯობა, ფასინებებთ. ხლავე. დუდუ, შენ რა შეუკვეთა? ჯანდაბას. უკაცრავად? არაფერს, სათვალედამ ცოტა ახლოსთან წავიკითხებ თუ შეიძლება. კარგი. ნინი, როგორ ხარ? საყვარელო? არ შეიძლება ესე რა. კარგაბედო, გაჩერდი. მაი ერთი წუთით რა. თამრა ხო ხედავ არ მცალია. მომისმინე ახლა. ის კოლიე მოგახსნევინა სპეციალურად ანჩომ და ლევანმა. რო გაბრაზებულიყო ლალი შენზე. რა? გიჩალიჩებენ. მე მგონი ხე შენ მიჩალიჩებ რაღაცას რა. არა, დედას ფიცავარ, მართლა გეუბნები. თამრა ძალიან უნიჭოდ გამოგდის თან. მიდი რა შენ საქმეებს მიხე. მოიცადე, მე რატომ უნდა მოგატყუო, რა შემჭირდება? იმიტომ რომ გშურს ჩემი. აბა რა, მე ერთ კვირაში მივახციე იმას, რასაც შენ 6 თვე მოუნდი. და ამიტომაც მოვწონვარ ყველას, მათ შორის ლალის. ახლა შენ მიბრძანდი და მიხედე შენ საქმეებს და მიყურე შორიდან როგორ უნდა უფროსთან საკუთარი პოზიციების დაცვა. ნინი, ძალიან ლამაზი ხარ. დიდი მადლობა. ცოტა ხარ ნერვიულობ, ცოტას. მოიცა კოლი რატომ მოიხსენე? იცით, მე მოვახსნევინე. რატომ? ისე დაკავრებას ცოტა აუბრალოებდა და ასე გადავწყვიტე. აუბრალოებდა. ბრილიანტის კოლი. უბრალო შესახედი იყო და მაინც ესაჯობდა მე მგონი. მაია, აი ახლა დროზე გაუკეთე ნინის ეგ ბრილიანტის კოლი და დანარჩენს მერე ვილაპარაკ. არა, ქალბატონო ლალი. რა? დროზე სასწრაფო სახანძრო პოლიცია ყველა გამოიძახით. აქ ახლა ისეთი ამბავი ატყდება. დიდ ამ პროექტს მე ხელმძღვანელობ და მე ასე გადავწყვიტე. რაო, რის ხელმძღვანელი ვარო? ამ პროექტის და ვის რა ეკეთება და ვინ რას გააკეთებს, მხოლოდ მე გადავწყვეტ. აი ახლა გენიცოლი კარგად დაიმახსოვრე. დღეიდან არც ამ პროექტს ხელმძღვანელობ, არც ტელევიზიაში მუშაობ და საერთოდ სანამ გაბრაზება გადამივლის, ამ ქუჩაზე საერთოდ არ გაიარო. და კიდევ ეხლა გამატარე რა. რა ჩვეულებრივი ხელსაყოც იქონიათ ამ რესტორანში. მარტო ამისთვის ღირდა მოსვლა. რა ვიცი, შენ თუ მოგწონს, ესე იგი ლამაზია.